დავიწყოთ ამ მთავარი თემით, რაც ამ კვირაში იყო ღარიბაშვილის წასვლით. არის ეს ვერსია, რომ ესე იგი კობახიძის ქვეშ ხდება სისტემის გადაწყობა, მაგრამ ეს სიმართლე რო გითხრათ, მიჭირს ამის დაჟერება. ქართული ოცნება არის უნიკალური ფენომენი. ესე იგი, განვითარების და მიხედვით ყოველი შემდგომი ეტაპი არის იმაზე უარესი, ვიდრე წინამორბედი. ჯერ კიდევ მასთან მუშაობდით, როცა კელი დეგნანი ჩავიდა მასთან შესახვედრად შეკვეთილში. დიახ. ამ შეხვედრის შესახებ უსაუბრია თქვენ? ქონდა ასეთ რაღაცა. და რას ამბობდა, რა მომთხოვა კელი დეგნანი? მე რა მაინტერესებს, იცი, თქვენი რაღაც იცით ამ საუბრის შესახებ. რაიმე მიზეზი თქვენი აზრით ქონდა ივანიშვილის, რომ ეფიქრა, რომ ამერიკა მას თხოვდა ომში ჩართოს. შეგვიძლია დავარქვათ ამ სვლას, ახლა რასაც აკეთებს, საითიანაც მიყავს ქვეყანა დიქტატურისკენ სვლა ივანიშვილის მხრიდან. გება ალბათ რო თუ უკვე არ დადგა, რომ ალბათ ოპოზიცია სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რომ ასეთი ოპოზიციის სახით, ამგვარი არსებობით, ასეთი შინაარსით, ასეთი კონტენტით დათურ სამსახურს ხო არ უწევს წინააღმდეგობის მოძრაობას და ევნებლიეთ ხომ არ უწყობს ხელს ქართული ოცნების პოლიტიკური ჟამის გახანგრძლივებას. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკა უკვე მეორედ დატოვა. ბოლოს ის ქართული ოცნების თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, თუმცა პოლიტიკურ პროცესებში ფაქტობრივად აღარ ერეოდა. მისმა წასვლამ ბევრი კონსპირაციული თეორია გააჩინა. ზოგი ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილმა სპეციალურად გაიყვანა, რომ შემდეგ ოპოზიციონერის სახით დააბრუნოს. ზოგი ფიქრობს, რომ უბრალოდ მას სანქციები შეეშინდა და თავად განერიდა პროცესებს. ასე თუ ისე ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ივანიშვილის კიდევ ერთი კადრია, რომელმაც თანამდებობა დატოვა. ბოლო ასეთი მნიშვნელოვანი კადრი იყო გიორგი ლილუაშვილი, სუსის ყოფილი უფროსი. და მის თანამდებობაზე სწორედ ირაკლი კობახიძის კადრი დაინიშნა ანრი ოხანაშვილი. ამ ყველაფერმა გააჩინა კიდევ ბევრი თეორია იმის შესახებ, რომ ივანიშვილი თავადაც დისტანცირდება პოლიტიკიდან ნელ-ნელა და ყველაფერს ირაკლი კობახიძეს აბარებს. თუმცა ბევრს ძალიან უჭირს იმის დაჯერება, რომ ივანიშვილი ასე მარტივად ჩამოშორდება პოლიტიკას. რა ხდება რეალურად, რა თამაშს თამაშობს ივანიშვილი და ზოგადად როგორ მივიდა ის დასავლეთთან დაპირისპირებამდე, რადგან აქამდე ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ დასავლეთი იყო საქართველოს ერთადერთი განვითარების გზა. თავიდანვე გვატყუებდა, თუ უბრალოდ მერე შეიცვალა მისი დამოკიდებულება. რა ხდება სინამდვილეში? ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ გადავწყვიტეთ გადაცემაში მოგვეწვია ადამიანი, ვინც ივანიშვილთან სწორედ იმ პერიოდში მუშაობდა, როდესაც მისი დასავლეთთან დამოკიდებულების ტრანსფორმაცია ხდებოდა. ეს არის მისი ყოფილი ადვოკატი და დღეს ჯეო კეისის ხელმძღვანელი ვიქტორ ყიფიანი. მოგესალმებით, გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და დავიწყოთ ამ მთავარი თემით, რაც ამ კვირაში იყო ღარიბაშვილის წასვლით პოლიტიკიდან მეორეჯერ წასვლა. ხო, მეორეჯერ დაბრუნდა, მეორეჯერ წავიდა და ეს ყველაფერი ხა თან კონტექსტში ჯდება, იმიტომ რომ ეს დღეები სულ ისეთი ხალხი წავიდა მთავრობიდან, ვინც ითვლებოდა, რომ უშუალოდ ბიზნეს კადრები იყო. ხო, ლილუაშვილი წავიდა, აგერ ხა მინისტრი ინფრასტრუქტურის, რომელიც ასევე ქართულ ბანკის კადრი იყო. და რაღაცა თითქოს ღარიბაშვილი ბოლო ის იყო. უშუალოდ ვინც ბიზნეს კადრად ითვლებოდა და დარჩა ხალხს დაბეჭდილება, რომ ყველა თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კადრები ინიშნება. და გავუჩნდათ ყველას კითხვა რა ხდება. ხო, გაჩნდა მერე სპეკულაციურ რაღაც მოსაზრებები, რომ ბიზნეს გვერდზე ხო არ იწევს და ირაკლის ხო არ აბარებს ყველაფერს. გაჩნდა მოსაზრება, რომ რაღაცა ღარიბაშვილი ოპოზიციისთვის ხო არ უნდა რომ ხელოვნურად შექმნას ოპოზიცია. ნუ ბევრი ამბავი. თქვენ რა მოსაზრება გაქვთ, თვითონ ეს რა იცნობთ ბიზნეს ივანიშვილის პირადად იცნობდით და რას ფიქრობთ, აი ხა რა თამაშს თამაშობს ივანიშვილი? საერთოდ რომ თქვა ვიცნობ ბიზნეს ივანიშვილს ძალიან გადაჭარბებული განცხადება იქნება, ამიტომ ანდახან მერიმება ხოლმე. რა თქმა უნდა, ახლა ის წლები თავისი კაპიტალის მატარებელი იყო და მე ალბათ შედარებით უფრო რაღაც გარკვეული საკითხების უკეთ ახმა შემიძლია შედარებით ოღონდ. რაც შეეხება თქვენ შეკითხვას, ხო არის ეს ვერსია, რომ ესე იგი კობახიძის ქვეშ ხდება სისტემის გადაწყობა, მაგრამ მე სიმართლე რო გითხრათ, მიჭირს ამის დაჟერება ძალიან. მიჭირს იმიტომ, რომ ბოლო წლები ეს მართვის, ეს მანკიერი სისტემა იმდენად არის აგებული. არ ამგონია, რომ ბატონი ივანიშვილის სურვილი იყოს, რომ ჩამოშორდეს, ჩამოცილდეს ან განზე გადგეს აბსოლუტურად. თუმცა, რაც შეეხება ცალკეულ კანდიდატურებს, ეხლა ღარიბაშვილთან დაკავშირებით არ მინდა მან პირად წენაში აღიქვას, მაგრამ
ის წავიდოდა თუ არ წავიდოდა, ამას არსებითი მნიშვნელობა ალბათ არ ჰქონდა. ეს არ არის ის წასვლა, რომელიც შეიძლება ვსლად დააკომენტირო და რამე შედეგებზე ისაუბრო. ხო, მაგრამ კიდევ ერთი ვერსია ისევე როგორც ბოდიში და ღარიბაშვილი და ოპოზიცია, ეს ისეთი ოქსიმორონი და შეუთავსებლობა არის, რომ ახლა ყიმილის მომხრელია, სხვა შორის გასცა კიდევაც პასუხი პრესკონფერენციის დროს, რომელიც ძალიან საინტერესო იყო, იმიტომ რომ იქ სხეულის ენა ძალიან მეტყველებდა. მაგრამ წასვლებში მე მაინც რომ შევაჯამო ჩემი პასუხი, არც ღარიბაშვილი, არც ქარსელაძე მაინც ალბათ ლილუაშვილის წასვლა უფრო მენიშნა. ეს ყველაფერი ერთად არის. ლილუაშვილის წასვლა უფრო მენიშნა, ლილუაშვილი, რომელიც რეალურად ახლა მე ერთხელ ვთქვი, რომ ერთგვარი ალბათ ჩემი წარმოდგენით რაც მუხრუჭის ფუნქციას ასრულებდა, რაციონალსა და სრულ სიგიჟეს შორის და რა თქმა უნდა მისი გასვლა პროცესიდან რა თქმა უნდა ბევრად უფრო მანიშნებელი არის ვიდრე ღარიბაშვილის ან ქარსელაძის ან ნებისმიერი სხვა. კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ვერსია ღარიბაშვილთან დაკავშირებით კიდევ ერთი გასწა ასეთ რომ თვითონ ღარიბაშვილს აი ეს არ მოეწონა ეს ძალიან დაპირისპირება დასავლეთთან რაღაც სანქციები შეეშინდა და თავად განერიდა. დიდი ხანია ხო პრინციპში ჭრილშია ის უკვე. აღარ ჩანს. მე იმიტომ ვახსენე გუშინდელი პრესკონფერენცია, ვინაიდან ეს არ იყო მხოლოდ სიტყვების წყობა, ეს იყო სახის გამომეტყველება, ეს იყო გარკვეული ემოციური ფონი და მე დამრჩა შტაბეშტილება, რომ დიახ, კი, დიდი ხანია არის ხმები, რომ ღარიბაშვილს უნდოდა განზე განდგომა, თითქოს და ბიზნესში წასვლა. მაგრამ ალბათ არის სხვა მოსაზრება და ეხლა ეს სხვა მოსაზრება სწორედ იმ უცნაურ მოვლენას უკავშირდება, რომ ერთხელ ვიტყვი კიდევაც თქვენი ტელევიზიის ეთერში, რომ ქართული ოცნება არის უნიკალური ფენომენი. ესე იგი, განვითარების და მიხედვით ყოველი შემდგომი ეტაპი არის იმაზე უარესი ვიდრე წინამორბედი. და როდესაც გონია, რომ აი დადგა რაღაც მოცემულობა შეიქმნა და ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, მე ხდება რაღაც, რომელიც ესე ვთქვათ, წინას შედარებით აკეთილშობილებს. ეხლა ასე არის, ვთქვათ, ალბათ იგივე ღარიბაშვილის ისტორიაც, რომელსაც ვიცნობ პირადად, მქონდა მასთან ურთიერთობა და მინდა ვთქვა აბსოლუტურად გულწრფელად, ადამიანურად, ეს გარემოც ამისოდ განაწყობს, რომ ურთიერთობებში მას ჰქონდა ის თვისებები, ყოველ შემთხვევაში ავლენდა. რაც მე ვთქვათ, ამჟამინდელ პრემიერთან ურთიერთობებში ვერ დავინახე. ყოველ შემთხვევაში მე ვერ დავინახე. აი ეს არის რა თვისებები იყო? ალბათ მეტი ადამიანისთვის დამახასიათებელი ემოციები. გამოვლენა იმისა რა აღწყინს, რა არ აღწყინს, რა გიხარია, რა არა. ალბათ ეს ახლა ჩვენს დროში ესეც ერთგვარ აქტივად იქცა და კობახიძესთან მქონდა ურთიერთობები, ერთხელ მკითხეს კიდევაც, როგორი არის შენი შტაბეშტილებაო, მაგრამ ჩემ პასუხს მემუარებისთვის შემოვინახავდა, იმიტომ რომ პასუხი იყო ისეთი, როგორიც მის ფსიქოტიპას შეეფერება. ხო, კი ბატონო, მესმის ეს მემუარების ამბავი გასაგებია, მაგრამ დღეს ამ მდგომარეობაში, ანუ ქვეყანას ახლა როცა ვხედავ, თქვენ აღნიშნეთ, რომ აი სულ უფრო უარესობისკენ მიდის. როცა აი თქვენ მასთან მუშაობდით. აი ეს გაუარესების პროცესი მაშინ დაიწყო და რამეს უკავშირებთ, ანუ რა მოხდა ამასთან? თუ ახლა ამასთან დაკავშირებით ბევრი ვერსიას, ბევრი ფიქრობს, რომ თავიდანვე ასეთი იყო და თამაშობდა და თქვენ ვერ ამჩნევდით. ბევრი ამბობს, რომ თავიდანვე რუსული პროექტი იყო საერთოდ ივანიშვილი და ეხლა უბრალოდ გამოაჩინა, თორე ჩვენ მანამდეც ვიცოდით უკვე 2011-ში და ასე შემდეგ და აი თქვენ რომელ ვერსიას ემხრობთ, თქვენ პირადი შტაბეშტილებიდან გამომდინარე. ანუ რა მოხდა რეალურად ასე მართლა კარდინალურად რატო შეიცვალა ის? თუ შეიძლება არ შეიცვალა? მე დარწმუნებით ვერ გეტყვით და არა იმიტომ რომ გავურბივარ პასუხს. ყოველთვის მithქვამს რომ ასეთი განცხადებებისთვის უნდა იქონიო ბევრად უფრო დამაჯერებელი მასალა და ბაზა. შეიძლება ნაწილობრივ ჩემი პროფესიული დაავადების შედეგიც არის, მაგრამ ჩემი აზრით ასე უფრო სჯობს, რომ ამგვარი ბრალდებები იყოს უფრო მეტად გაჯერებული შესაბამისი მტკიცებულებებით. მაგრამ მე მithქვამს ერთი რამ და გამიმეორებია, რომ ყველას აქვს სამყაროს თავისებური აღქმა. და ეს აღქმა არ გამოიხატება იმაში, არ უკავშირდება გინდა თუ არა ვინმეს დაკრულზე, გარე პოლიტიკური ძალების დაკრულზე ცეკვას. მithქვამს ისიც, რომ ჩვენი ურთიერთობები ძალიან ინტენსიური, ძალიან
ახლო ყოველ შემთხვევაში და ამ გადმოსახედიდან ახლა შეიძლება ბევრი რამე კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენო, მაგრამ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ გარკვეულწილად მე მისი ეს ვთქვათ ემოციური ფონი უკეთ აღმეხვა. გავიმეორებ იმას, რომ ეს ურთიერთობები იყო ძალიან საინტერესო, რთული ამავე დროს და რა თქმა უნდა, ჩემგან პირადად მოითხოვდა ძალიან დიდ ემოციურ ძალისხმევას ამავე დროს. იმიტომ რომ ეს არ იყო უბრალოდ ფირმის კლიენტი. ეს იყო ადამიანი, ინდივიდი, რომელზეც არა მარტო საქმის ინტერესები იყო დაკავშირებული, არამედ ბევრი რამ, რაც გარშემო ხდებოდა და ეხლა ესე გუშინდელ განცხადებას ჩვენ რომ დამუბრუნდეთ ღარიბაშვილის, რომელიც ჩემი აზრით ბევრი რბილად რო ვთქვათ ხარვეზი იყო, მაგრამ ეს ხარვეზი შეიძლება ჩვენ ქართული პოლიტიკური აზრის დიდ ნაკს თუ ნაკლოვანებას მივაწეროთ. გუშინ საუბრობდა იმ მომენტში არც მეტი და არც ნაკლები მართველი პარტიის თავმჯდომარე. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვართ საპარლამენტო რესპუბლიკა მმართველობის ფორმით და შესაბამისად მართველი პარტიის თავმჯდომარეს მის განცხადებებში არანაკლები პასუხისმგებლობა ენიჭება ვიდრე პრემიერს თუ ნებისმიერ სხვას, მაგრამ ამდენჯერმე გაიმეორა ძალიან პოლიტიკური კულტურისთვის დამაკნინებელი შეფასება, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყნის გარანტი. ეს არის ჩემი აზრით სტაბილურობის გარანტი. ეს ჩემი აზრით არის ქართული პოლიტიკური ცხოვრების პროცესის მისი ინსტიტუციური დაკნინების ძალიან ისეთი ნათელი მაგალითი, როდესაც ერთ ადამიანს თან საუბარი არის ქვეყანაზე, რომელიც არის მეტად რთულ რეგიონში, საუბარი არის ქვეყანაზე, რომელსაც არაერთი გამოწვევა, არაერთი რისკი, არაერთი საფრთხე ემუქრება, ქვეყანა, რომელიც ჯერჯერობით ატარებს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს და ამ დროს თორმე არც მეტი და არც ნაკლები არა ეს, არამედ ერთ კაცი არის გასხივოსნებული სტაბილურობის გარანტი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ძალიან ტრაგიკომიკური სურათი არის და ჩვენ გაგვეღიმებოდა რომ საუბრობდეთ სხვა ქვეყანაზე, მაგრამ რა თქმა უნდა გვეტირება ვინაიდან საუბარი არის საკუთარ ქვეყანაზე. საინტერესოა საუბრობთ ამ ივანიშვილის ტიპზე, თვითონ მას ასეთი შეფასებები მოსწონდა. ახსოვთ ქონიათ ასე, ანუ როცა მას ასე ეს ხო პირველ შემთხვევაში როცა ღარიბაშვილი მას მადლობებს უხდის და არა მარტო ღარიბაშვილი ყველა და რაღაც ქვეყნის სტაბილურობის გარანტად სახავენ და თვითონაც ასე ფიქრობ. გეტყვით რომ ეს ინტენსიური ხუთწლიანი ურთიერთობა და ეს იყო დღეში ხანდახან არაერთი კონტაქტი სხვადასხვა ხასიათის უკავშირდებოდა არა მარტო იმ ცნობილი საქმის მიმდინარეობას, არამედ მე მithქვამს კიდევ ჩვენ ადამიანები ვართ და საუბარი ეხებოდა სხვა თემებს. რა თქმა უნდა, მე ხლა სხვა თემებზე საუბარს იშვიათად წამოვიწყებდი, ვარ ყოფილიყო მისი მხრიდან ინიციატივა, თუმცა შემდეგ უკვე ეს ურთიერთობები შევიდა ისეთ სიღრმეში და ისეთი შინაარსი შეიძინა, რომ მე ძალიან ღია ვიყავი და სხვა შორის ეხლა თუ ფარდა ავხადოთ მაშინდელ ურთიერთობებს ეს არ იყო კლასიკური ტიპიური ურთიერთობა კლიენტისა და იურიდიული მრჩევლის. ეს იყო ურთიერთობები, რომლებიც ყოველთვის გაჯერებული იყო ღრმა ურთიერთპატივისცემით, რა თქმა უნდა, პატივისცემა ძალიან გულწრფელი იყო ჩემი მხრიდან და ასევე მისი მხრიდან. ასე მაგალითად, ეხლა რატო თქვი ფარდის გამოწევა მეთქი. ხშირად თქვათ ზარამდე ან ასე შემდეგ ის ამბობდა ვიქტორ, შენ გაქვს თუ არა დრო, რომ შეგაწუხო და შემოგეხმიანო. ეს რა თქმა უნდა, ძალიან ისე ტაქტზე და კულტურაზე მეტყველებს ურთიერთობების და მე აბსოლუტურად არაფერს არ ვამეტებ, ან მეტი. როდესაც რაღაც თხოვნა იყო და საქმეს უკავშირდებოდა, ხანდახან თითქოს და მობოდიშებით იყო დრო თუ გაგდა საშუალება, რაც და წუხდებოდი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უნებოდი რა, რომ ეს საქმე არის ჩემთვის ახლა და ჩვენთვის როგორც გუნდისთვის ნომერი პირველი პრიორიტეტი და აქ შეწუხება და უდროობა რა მოსატანი არის. ესეთი იყო ეს ურთიერთობები. ეს ყველაფერი მათ შორის, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავშიც, შუაშიც და ბოლოშიც ჩვენი თანამშრომლობისას საუბრობდით მრავალ ურთიერთსაკითხზე, როგორც ქვეყნის საშინაო, ასევე საგარეო, იმიტომ რომ ეს იყო დეტალებს არ გთხოვთ, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით თქვენი ახმა როგორი, თავიდან როგორ აღიქვამდა, მე რა შეიცვალა მის ახმაში, იგივე დასავლეთთან დაკავშირებით, ამერიკასთან დაკავშირებით, ან ეს თქვენ პერიოდში ხდებოდა ტრანსფორმაცია. მე დეტალებში არ შევალ. ამას გავაკეთებ სულიად შეგნებულად. ვინაიდან არის გარკვეული თემები, რომლებშიც მე თვითონ ბოლომდე არ ვარ დარწმუნებული. არის გარკვეული თემები, რომელთა გამოტანა უბრალოდ ჩემი მხრიდან იქნება უპასუხისმგებლობა. არის გარკვეული თემები, რომელშიც ჩახედვამაც, რა თქმა უნდა, მე უფრო უკეთესი, თქვათ, საზომი და კომპასი შემძინა დღევანდელ დროში. ხშირად ჩვენს ინტერვიუში მე ვიმეორებ ასეთ სიტყვას ემოციური ფონი, დამოკიდებულება, რა თქმა უნდა,
გარკვეული საკითხები იყო ძალიან ისეთი დელიკატური, მზნობიარე, სადაც მისი ემოცია ჩვივოდა ძალიან ღიად, აშკარად და მე მქონდა მეტი საშუალება, რომ გარდა სიტყვიერი კონსტრუქციისა, უფრო მეტი გამეგო მის დამოკიდებულებაზე. ვიმეორებ, ეს იყო როგორც შიდა თემები, ასევე საგარეო თემები. ვჭობდით, განვიხილავდით. მეც გეტყვით, გვიგამათია ხანდახან ისედაც რომ დაგვისრულებია საუბარი, მე ვფიქრობდი რა, რომ კაცო, ეს რა დღეში ვიყავი მეთქი ამ კამათის დროს, მაგრამ ეს კამათიც მე მიმაჩნდა იყო ერთგვარი ნიშანი და ინდიკატორი იმ მეტად ღია და გულწრფელი ურთიერთობებისა, რაც ჩვენ შორის იყო და სადაც შემგან უთანხმოება იყო. აი ესე მაგალითად ახლა მე ყოველთვის უფიქსირებდი რა, რომ მე ქართული ოცნების მომხრე არ ვიყავი დამორჩეველი და მე კრიტიკულ დამოკიდებულებას გამოვხატავდი. და ამ საკითხების ირგვლივ მისი მხრიდან იყო ძალიან ესეთ მოთმინებით შესმენა და ეხლა დანარჩენი უკვე მის გონებაში როგორი განვითარება იყო და ანალიზი და შეჯერება ეხლა ამაზე საუბარი ჩემს ზედმეტი არის. არა, მე მაინტერესებს არა დეტალები თქვენი საუბრის, არამედ მაინტერესებს დასავლეთთან ურთიერთობა, რომელსაც ის თვითონ ისე აცხადებდა, რომ ეს იყო პრიორიტეტი და ასე უსუფაშვილი მეუბნებოდა, რომ წავიდა 2014-ში თანამდებობიდან ივანიშვილი თავარი ანდერძი რაც დაგვიტოვა იყო, რომ ამერიკასა ურთიერთობა არ გააფუჭოთ, დასავლეთთან ურთიერთობა არ გააფუჭოთ და ასე შემდეგ. და აი მე უცებ ყველაფერი შემოატრიალდა, ხო? და დაიწყო ეს რაღაცა გლობალურ ომის პარტიაზე, დიპსტეიტი საუბარი მის შესახებ 2008 წლის მერე თურმე ებრძვიან მას აი ამ თავისი რაღაც ფულის გამო და ასე შემდეგ და აი ეს დასავლეთთან დამოკიდებულება როდი შეიცვალა თქვენ ამას თუ შეესწარით ეს მაინტერესებს და რა გახდა გარდამტეხი მომენტი თუ გაქვთ ამაზე მოსაზრება აი მაინტერესებს მოდით ესე გეტყვით რა თქმა უნდა მე მქონდა უნიკალური საშუალება გარკვეულ საკითხებზე სხვაგვარი დაკვირვების რასაც ვერ დააკვირდები ვერც ტელევიზიით ვერც შორიდან ვერც რადიოთი და ვერც წერილობითი სტატიით ეს ერთი რაც მინდა გითხრათ და ამ კითხვაში ამოიგითხეთ, ამ პასუხში ამოიგითხეთ უფრო უკეთესი პასუხი. ეხლა რაც შეეხება დასავლეთთან ურთიერთობებს, ერთი რამ რაც შემიძლია თქვა და კიდევაც გითხარით, რომ ჩვენ არაერთ საკითხზე საუბრობდით, ეს იყო ჩემთვის გარკვეულწილად პრივილეგია ამ ურთიერთობებში ყოფნის, რომ მხოლოდ კრედიტ სუისის თემას არ უკავშირდებოდა. დამატებით რაც თქვათ, წახნაგი შემიძლია შემოვიტანო ამ საუბარში, ჩემი დამოკიდებულების თაობაზე გარკვეული საკითხებისადმი მან იცოდა და ამაზე მე ღიად უფიქსირებდი. იცოდა ჩემი მსოფლმხედველობრივი დამოკიდებულება. მე ამავე დროს ვცდილობდი ყოველ შემთხვევაში ყოფილიყავი ძალიან დელიკატური, რომ ერთმანეთში არ ამერია პროფესიული მოვალეობები, პირადი ურთიერთობები და მსოფლმხედველობრივი საკითხი. მაგრამ რაც შეეხება მსოფლმხედველობრივ დიდ საკითხებთან ჩემს დამოკიდებულებას, იცოდა რა ჩემი დამოკიდებულება, ჩემი შეფასება, მე არც ერთი შემთხვევა არ მახსოვს, როდესაც სადმე რაიმე შენიშვნა ან κρიტიკა ან ახლა აკრძალვა მით უმეტეს ზედმეტი მოსატანი არის. უფრო მეტიც ნახეთ შეხედეთ ბარემ რო დავასრულო რა. ვინაიდან გარდა იურიდიული ფირმისა ჩვენი ანალიტიკური ცენტრის მეშვეობით მე სხვა მრავალი ურთიერთობა მქონდა და ეს ურთიერთობები დღესაც მაქვს. ყოველთვის როგორც წესი საქმის კუთხეში ვაყენებდი, იმიტომ რომ მირჩენოდა მას ჩემგან ცოდნოდა, ვიდრე სხვისგან გაეკო. და უფრო მეტიც ამ ურთიერთობებში შეიძლება გაიკვირვოთ, შეიძლება ჩვენმა მსმენელმა გაიკვირვოს, ყოველთვის მისგან იყო მოწოდება, რომ განმევითარებია ეს ურთიერთობები, უკან არ დამეხია და რა შეიძლება ეს ვთქვათ, მეტი ურთიერთობა, მეტი შინაარსის ურთიერთობა მქონოდა. ასეთი იყო ეს მეტად ძალიან ეკლექტური პარტნიორობა. თქვენ მიყავდათ საქმე კრედიტ სუისთან დაკავშირებით, რომელ საქმესაც მე მან დააფუძნა მთელი შეთქმულების თეორია. რომ განავითარო ეს რაღაცა კერძო დავა კი არ არის კლიენტსა და ბანკს შორის. არამედ ეს არის მრავალწლიანი ბრძოლა რაღაც გლობალური ომის პარტიის მის წინააღმდეგ. ეს მე მაინტერესებს ეს როდი შემოვიდა ეს მომენტი ამ საქმეში. თავიდანვე ასე აგიხსნათ, როცა დაგიქირავათ, რომ მე ხა გლობალური ომის პარტია მებრძვის და უნდა დაგიქირავთ როგორც ადვოკატ, რომ კრედიტ სუისის რაღაც სასამართლოში მებრძოლოთ. თუ თავიდან მისვისაც კერძო საქმე იყო ეს და მერე გაჩნდა ეს რაღაცა გლობალური ომის პარტია და მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. აი ამას გეკითხებით. 5 წლიანი პერიოდი საქმეზე თანამშრომლობის შეიძლება დაიყოს რამდენიმე ეტაპად. ეს ეტაპები ბევრი არ არის, ასე შეიძლება გამოვკეთო 2, მაქსიმუმ 3 ეტაპი. რა თქმა უნდა, უკრაინაში ომის დაწყებამ თავისი გავლენა იქონია ზოგადად ქვეყნის შიგნით არაერთ საკითხზე და მით უმეტეს მათ შორის ამ დავაზეც, ვინაიდან ეს დავა უკავშირდებოდა
ისეთ ადამიანს, ისეთ პიროვნებას, რომელიც ისევ ღარიბაშვილის ფრაზეოლოგიას თუ გამოვიყენებთ, წარმოადგენს ამ ქვეყნის სტაბილურობის გარანტს. ამდენად, რა თქმა უნდა, თემაში შემოვიდა აბსოლუტურად სხვა ფერები. კიდევ ერთხელ რო გავიმეორო, ერთხელ ნათქვამი, ბოლო პერიოდი იურიდიულ გუნდს შორის ჩვენი მხრიდან და არა მარტო ჩვენი მხრიდან, იქ ბრიტანელებიც მონაწილეობდნენ იურიდიული მრჩევლები, ყოველთვის იყო ერთგვარი, ეს ვთქვათ, განხილვა და საკმაოდ ისეთი უკომპრომისო განხილვაც შეფასებებზე, კონსტრუქციებზე და ასე შემდეგ. ამდენად თქვენ არ ეთანხმებოდით, რომ ეს რაღაც ესეთი რაღაც ამდენად მე რო დავასრულო ჩემი პასუხი თქვენ შეკითხვაზე, არ ვიცი, შეიძლება მაყურებელმა იცის, რომ ჩვენ რეგულარულად გამოვცემდით პრეს რელიზებს. პრეს რელიზის ვორდინგი, რა თქმა უნდა, ყოველთვის თანხმდებოდა მარწმუნებელთან და სხვანაირად ვერც იქნებოდა, მაგრამ ეს შეთანხმების პროცესი არ იყო მარტივი. იმიტომ რომ იყო გარკვეული საკითხები, რომლებიც ჩვენგან მოითხოვდა სამართლის ფარგლებში დარჩენას. მაშინ, როდესაც ეს ემოციური დამოკიდებულება მისი მხრიდან სულ სხვა მოლოდინს განაპირობებდა. პრაქტიკულად ერთადერთი კომპრომისი, რაზედაც შეიძლება კომპრომისად ესეც ახსნადი არის, თქვენ გემახსოვრებათ, შემოვიდა ჩემი და ჩვენი ხელდასმით ასეთი სიტყვა ფაქტობრივი სანქციები. მე კიდევაც განმარტე, მაშინ რას უკავშირდებოდა ეტიმოლოგიურად ასეთი სიტყვათა წყობა, იმიდან ის ბლოკირება ანგარიშებისა ვერანაირი მწყობრ სამართლებრივ ახსნას ვერ ექვემდებარებოდა. ამიტომ ეხლა ეს შეიძლება ჩვენ ლიტერატურას მივაკუთვნოთ, შეიძლება ვთქვათ პოეზიას თუ პროზას, მაგრამ ჩემი აზრით ეს შეფასება არც თუ სწორო იყო, მაგრამ ის თუ როგორ აიტაცეს მერე ფაქტობრივი სანქციების კონსტრუქცია სხვადასხვა პოლიტიკურმა ძალებმა, როგორ დააშენეს მათ და თქვენ ნახეთ მერე ნახავდით რომ აქტიურად ამ პროცესში შემოვიდა სუმცირე ორი პოლიტიკური ძალა, ხალხის ძალა და ქართული ოცნება და როგორი კომენტარები კეთდებოდა მათი მხრიდან, რა თქმა უნდა, ესეც ჩვენ იურიდიულ გუნდს გარკვეულ დისკომფორტს გვიქმნიდა, იმიტომ რომ ამ საკითხში, ასეთ საქმეში ძალიან დელიკატური ზღვარი არის სამართალსა და ემოციას შორის და როცა შემოდის ემოცია, მას შეიძლება სამართლებრივი ინტერესები დააზიანოს, მაგრამ ერთი რამე, რაშიდაც მე შემიძლია დაგეთანხმოთ, რომ მე არ ვიცი ხა რა თქმა უნდა ამას ვერ გეტყვით დამაჯერებლად ეს მისი მითითებით იყო თუ არა, მაგრამ მართველმა ძალამ და მისმა სატელიტმა ძალამ რო დაიწყო ამ თემით სპეკულირება და ამის манипуლირება და ეს თემა გამოყენებული იქნა შიდა პროცესისათვის, რომელიც ასევე დაუკავშირდა გარეთ თემატიკას, ეს რა თქმა უნდა ეხლა ამ ხრებას 2x2 არის და განსაკუთრებულ აღმოჩენას ვერ მოვახდე. ანუ თქვენ არ ეთანხმებოდით მას საბოლოო ჯამში, რომ ეს იყო რაღაც დიდი ბრძოლის შემადგენელი ნაწილი ეს საქმე, თუ დღემდე ფიქრობთ, რომ ეს იყო კერძო დავა ჩაულებრივი და ივანიშვილმა მე უბრალოდ ეს გამოიყენა რაღაც დასავლეთის წინააღმდეგ. მოდით მე ასე გეტყვით, ეხლა ვინც მიცნობს მე, იცნობს ჩემს საუბრის მანერას, ნაწეს, ნაზრებს, ალბათ ამ კითხვაზე პასუხს ჩემი მხრიდან რიტორიკულად ჩათვლის. რატო? თქვენ ხო იცით ამაზე რეალური პასუხი და გაქვთ თქვენი ზოგადად არა თუ დავასთან მიმართებაში. არამედ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რომლის მოწმენი დღეს ჩვენ ვართ, კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კონსპიროლოგიის. და მიმაჩნია, რომ კონსპიროლოგიის მთავარი წყარო არის უვიცობა და უწიგნურობა, ესეც არაერთხელ ეთერში მithქვამს. ამიტომ რახანა ამ სფეროში ვიწუნებ კონსპიროლოგიას, როგორ შეიძლება იმ სფეროში მომეწონა, რომელშიც ჩემს მხრებზე და ჩვენი გუნდის მხრებზე ძალიან დიდი ტვირთი იყო პასუხისმგებლობის. ეხლა მე სიმართლე რო გითხრათ, ეხლა დროთა განმავლობაში ხანდახან ფიქრობ, კარგია ამაზე საუბარი რო წარმოებს. რა გააკეთა მაშინ იურიდიულმა ოფისმა, რომ ის შედეგები დადებულიყო თუ ცუდია. ერთი მხრივ შეიძლება კარგია, როცა ამაზე არ საუბრობენ, იმიტომ რომ ამაზე საუბარს მერე მოყვება ეს შეფასებები კაცი და ტროა ცხენი და ასე შემდეგ. მეორე მხრივ შეიძლება, რა ვიცი, ხანდახან შეიძლება პროფესიულადაც კი არ წინდეს, არამედ სამართლიანობა მოითხოვდეს აღნიშვნას, იმიტომ რომ ერთი რამ რაც კიდევ ერთი აუცილებელი მე რამდენჯერ განმარტება, მე არ ვიყავი პირადი მრჩეველი, მე წარმოვადგენდი იმ ფირმას, რომელსაც კონტრაქტი ჰქონდა ამ თემაზე და ისე ჩვენ დაკონტრაქტებული ვიყავით ბრიტანული იურიდიული ოფისის მიერ. მე ბოლო პერიოდში შეიცვალა კონტრაქტი და უკვე ჩვენ ვაკონტრაქტებდით მათ. ამდენად ჩემთან ერთად მუშაობდა მეტად საინტერესო გუნდი, უბრალოდ ისე მოხდა, რომ ამ საქმეზე
იურიდიულ ნაწილში ძირითადი კოორდინატორი თუ სპიკერი თუ სახის შემქმნელი აღმოჩნდი მე და აქედან წამოვიდა ეს შეფასება რომ ვიყავი პირადი ადვოკატი და მე მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინსინუაციები და კონსპიროლოგიური თეორიები, რასაც ბოლო და ბოლო ვერ მოიღო. პრემიერ-მინისტრადაც კი ვერ მოიღო. ნიშნავდათ ზოგიერთი. მაგრამ მე ახლა მაინტერესებს თქვენ ამას თუ ეუბნებოდით მას, რომ ეს არ იყო ასე განსახილველი, რომ რაღაც თელესოფლიო თქვენ გეუძვით. გითქვამთ ამის შესახებ მისთვის? კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მქონდა უნიკალური თავისუფლება, ჩემი აზრი გამომეხატა სრულად ყოველგვარი ნარჩენისა და დათმის გარეშე. ზუსტად რა, სად, როგორ და რანაირად ეხლა ამაზე საუბარი ალბათ უინტერესო იქნება, მაგრამ ყოველთვის ჩემი მოწოდება და ჩვენი მოწოდება იყო რა, რომ ეს დავა არის კომერციული ხასიათის დავა და შეძლებდა და შესაბამისად და შედეგად ამისა ჩვენ უნდა დავრჩეთ სამართლის ფარგლებში, რომ ამ დავის ბედი ძირითადად წყდება სასამართლო სხდომათა დარბაზებში და ასეც მოხდა რეალურად. ესე იგი, ერთი დიდი მიმდინარეობა იყო, რომელიც დავას უკავშირდებოდა და მეორე მიმდინარეობა, რომელიც მისი ანგარიშების ბლოკირებას უკავშირდებოდა, სადაც შემოვიდა ეს შეფასება ფაქტობრივი სანქციების. რომ არა, ესე იგი, აი სამართლის ფარგლებში შეძლების დაგვარად მაქსიმალურად დარჩენა, ჩემი აზრით, ჩვენი შედეგს ვერ მივიღებდით, რაც მივიღეთ და ჩვენ რომ არ დავჩენილიყავით უკვე სხვა მიდგომები, ეს კონსპიროლოგიური თეორიები არ ამგონია რომ საქმეს წადგებოდა და შედეგს დადებდა. ჩათვალა პირიქით ეს, რომ რადგან თქვენ გაგიწყვიტათ კონტრაქტი, ან როდის რა გახდა მიზეზი თქვენ შორის ეს პოლიტიკური შეხედულების სხვაობა გახდა, ის რომ დაგემშვიდობათ ასე. ამ კონტრაქტის გაწყვეტაზე მოვისმინე არაერთი შეფასება და ყოველ ასეთ შეფასებასთან დაკავშირებით მერაბ ჩემი პასუხი არის ერთი და ერთგვაროვანი. ყველა ეს შეფასება არის მესამე პირთა მხრიდან. ხოდა თქვენი შეფასება აი ვანვითარებ პასუხს მესამე პირთა მხრიდან. შესაბამისად მესამე პირთა მხრიდან შეფასებებზე ჩემი მხრიდან შეფასებას, კომენტარს და პასუხს ვთვლი უადგილოდ. ერთადერთი შემთხვევა როცა მე არ შევიზღუდები ჩემი მხრიდან არც შეფასებაში, არც პასუხში და არც ეს თქვა თემის გაშლაში, ეს იქნება ის შემთხვევა, როდესაც ყოფილი კლიენტი ჩვენი ფირმის პირადად თვითონ შეაფასებს ამ ვითარებას და შეაფასებს ამ ჩვენს ურთიერთობას. ეს არის ერთადერთი საგამონაკლისო შემთხვევა, როდესაც მე ჩემ თავს მივცემ ამის უფლებას. არ გინდათ ლაპარაკი მასზე რა გახდა რა შეეხება მე მეჩვენება მაგალითად, აი მე ჩემს ასწავლებს. აი მე პასუხს დავასრულებ და თქვენ ცნობის მოყარეობას დავაკმაყოფილებ, მაგრამ რა შეეხება მესამე პირთა მხრიდან ამ შეფასებებს და ასეთი მესამე პირების რაოდენობა რიცხვი დიდი არ არის ახლა აქ ერთი ხელის თითებზე შეგვიძლია ჩამოთვალოთ. ის რომ რაღაც პერიოდი მე ესე ვთქვათ აღმოვჩდი გარკვეულ უმცირესობაში ამას მე ვზნობდი, მაგრამ ამისათვის მე მნიშვნელობა არ მიმინიჭებია, იმიტომ რომ მე და ჩვენ ვიყავით საქმის მსვლელობაზე კონცენტრირებული. ეხლა როცა რეტროსპექტივაში მე ვიხსენებ ცალკეულ ფრაზებს მესამე პირთა მხრიდან ან შეფასებებს ან ასე შემდეგ, რა თქმა უნდა დინამიკაში ეს იკვეთება როგორც ერთი სურათი, მწყობლის სურათი კონკრეტული ადამიანის მიმართ, მათი გაგებით რა თქმა უნდა ეჭვის თუ ეჭვიანობისა და რაღაც ეს ვთქვათ განვითარების არ დაშვებისა თუ ვერ დაშვების, მაგრამ იმ მომენტში ვიმეორებ, ეს ჩემთვის აქტუალური არ იყო და ეხლაც ანუ რა გითხრათ მიზეზი რა დაგისახელოთ? საქმე კარგად ვიყავდათ, ხო, სასამართლოში კარგად მიდიოდა. და რა გითხრათ, რატო ასრულებ ურთიერთობას? ესე იგი, რაც შეეხება მიზეზებს, მე და კომენტარებს მისი მხრიდან, რაც აღმოჩნდა აბსოლუტურად მოულოდნელი, ჩემთვის, აბსოლუტურად მოულოდნელი, პირველი რეაქცია, პირველი საუბარი, როდესაც შედგა ჩვენ შორის და ვისმენდი ამ შეფასებებს და ამ კომენტარებს, ყველაზე ხშირად, რა სიტყვასაც ვიმეორებდი, იყო ვარ გაუგნებული. ეს შემიძლია აი ამ პასუხით შემიძლია შემოვიფარგლო დანარჩენი დაუტოვოთ მომავალს. ანუ დაგაბრალათ რაღაც, ხო, ამაზე საუბარი. საუბარი იყო საქმის წარმოების მეთოდიკაზე, ხარისხზე. მოდით, აი ალბათ ეს პასუხი ალბათ არის ყველაზე პოლიტიკაზეა რა? ეს პასუხი არის ალბათ ყველაზე პოლიტიკაზეა რა? ეს პასუხი ალბათ შეიძლება იყოს ყველაზე ისეთ განზოგადებულ პასუხად მივიჩნიოთ და გაუგნება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მთელი წინა პერიოდის განმავლობაში თუ ამ 3 დღეს გამოვაკლებთ, მარტის 3 თვის 3 დღეს,
ყველა დღე გამოირჩეოდა ჩვენი თანამშრომლობის გამოირჩეოდა მეტად კორექტული, მეტად ისეთი კეთილგანწყობით დამოკიდებულებაში მისი მხრიდან და ყოველთვის შეფასებები მისი მხრიდან ჩვენი მუშაობის იყო ძალიან მაღალი. ახლა მე მახსოვს ცალკეული გამოხატულება, ცალკეული სიტყვები, მაგრამ მერიდება უბრალოდ ახლა ამაზე საუბარი, იმიტომ რომ ეს იყო ძალიან მაღალი დონის შეფასება. ძალიან მაღალი დონის შეფასება და აი ამ შეფასების ფონზე, როდესაც შენ ამას ისმენ მთელი 5 წლის განმავლობაში და მერე უცებ, შეიძლება ეს 180 გრადუსი შემოტრიალდეს, რა თქმა უნდა, ეს არა მარტო პროფესიულად საწყენი არის, არამედ ადამიანურადაც საწყენი არის. რომ თქვა, რომ ცოტათი შეურაცხყოფელიც არის, მაგრამ დურაც არის ეგ არის. მე მაგაზე ერთხელ ვთქვი ცნობილი ფრაზა, რომ კლიენტი, ნათქვამია, კლიენტი ყოველთვის მართალი არის, თუმცა იქვე დათქმა გავაკეთო, რომ არის ალბათ ისეთი შემთხვევები, როცა კლიენტი შეიძლება მართალი არ იყოს. ხო, მესმის, მაგრამ ხო არ გახდა ამის მიზეზი ის, რომ მაგალითად თქვენმა ორგანიზაციამ, თქვენო ჯეოკეისი გაქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია, იმ პერიოდში რაღაც გრანტი აიღო ამერიკის საელჩოდან და ამერიკის საელჩოზე ქონდა მას განსაკუთრებით იყო აცრელი კელი დეგნაზე გვახსოვს და ფაქტობრივად პერსონა ნონ გრატად ყავდა გამოცხადებული და აი აქედან გამომდინარე ხო არ გავუშვამ ასე ეჭვი რომ თქვენი სტრეფთან გაქვთ რაღაც ურთიერთობა აი ასეთი ტიპაჟი რამდენად არის ივანიშვილი არა მგონია ამ გრანტთან დაკავშირებით ბარემ ჩვენ რო გავშალოთ ესე იგი გრანტის მიმდევრები იყო ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია ჯისაკი ჩვენ იყავით კონტრაქტორი ჩვენგან 3 ადამიანი მუშაობდა ამ გრანტის ათვისებაზე და ეხლა მეგეთყვით რომ ყოველი მათგანის თვიური განაკვეთი იყო $350. ეს აქ თვითონ ურთიერთობა გახდა შეიძლება მისთვის ეჭვის საფუძველი ამას მე გრანტთან დაკავშირებით არგუმენტის უსუსურობა მინდა წარმოვაჩინო ამით და პროექტი დასრულდა 7-8 თვეში ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ თვითონ გრანტი არ განაპირობებდა ვინმეს აღქმაში რაიმე ეჭვების ივანიშვილი ხო აღმოჩნდა ეს თავრობა როგორ უყურებს გრანტს გრანტს ის არის იმის აგენტი ესე იგი და ასე უყურებს და გრანტის მიღმა აი თქვენ თუ გაიხსენებთ ჩვენი საუბრის სხვა მონაკვეთებს ჩემი ჩართულობა და ჩემი მონაწილეობა დასავლეთთან ურთიერთობებში სხვა მხრივ იმდენად ღრმა და შინაარსიანი იყო და მასშტაბური რომ გრანტის თემა ამას ვერ გადაწონი და ვერანაირად და გითხარით კიდევაც რა რომ ყველა ასეთი ურთიერთობის შესახებ ნუ პრაქტიკულად ახლა ეგ ძირითად ასპექტებზე მე ხა დეტალებში აღარ შევდივარ როგორც წესი მე მის ინფორმირებას ვახდენდი ამიტომ გრანტის საკითხს არ შეეძლო გადაეცომა ანუ ეს ამერიკის თემაზეც საელჩოსთან თანამშრომლობაც იცოდა რა თქმა უნდა პირიქით მიესალმებოდა ეხლა მე როცა ვთქვი მესამე პირები მე არ მინდა იგივე სტანდარტით მიუდგე ამ თემას როგორც ისინი უდგებიან მე ვიცი მათი მხრიდან ცალკეული შეფასებები ბჭყალებში, ცალკეული გამონათქვამები, ცალკეული ეს ვთქვათ მღელვარება თუ ნერვიულობა, არ ვიცი რის და გამო, მაგრამ ნუ ეს მოდით ამას ჩემთვის დავიტოვებ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ როდესაც ვიწუნებ მათ მიდგომას, არ მინდა მე თვითონ მათ დავემსგავსო. არა, მე საქმეეთ ასე დეტალურად იმიტომ დავინტერესდა, მიმაჩნია რომ საინტერესო არის მაყურებლისთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანი მართავს დღეს ქვეყანას. და მისი ფსიქოტიპაჟი თუ როგორ იღებს გადაწყვეტილებას და მithuetes ამ საქმეს დააფუძდა მან მე მთელი კონსპიროლოგია და გამოგვიცხადა რომ აი ეს საქმე არის მთავარი მტკიცებულება იმის რომ რაღა მთელი მსოფლიო ებრძვის მას უნდა მისი რაღაც ჩათრევა ომში და ასე ამას დაეფუძნა მე ეს ყველაფერი და ამიტომ ვცდილობ რომ ეს გავარკვიო რა იყო აქ ყველაფერი საფუძველი ჩვენ მე მგონი ახლა იგივე წრეზე რო არ წავიდეთ მე გითხარით ჩემი დამოკიდებულება კონსპიროლოგიის მიმართ მე გითხარით ჩემი დამოკიდებულება მაგ საქმის მიმართ ისევე როგორც მე გიპასუხეთ ღიად რომ ჩვენს შორის ურთიერთობა არა მარტო საქმეს ეხებოდა არამედ არაერთ სხვა საკითხს ხო და ამიტომ მე ამას რატო გეკითხებით იცი რომ თქვენ ახლა მარტო ვისი ყოფილი ადვოკატი არ ხართ დღეს ფაქტობრივად პოლიტიკური კომენტატორიც ხართ ხო პოლიტიკურ თემებზე აკეთებთ განცხადების ანალიტიკოსი პოლიტიკის და თქვენ ვერსიებს გამოთქვამთ აქედან გამომდინარე მაინტერესებს ამ ურთიერთობიდან გამომდინარე რამე ვერსია თუ გაქვთ განსაკუთრებული რა მოხდა სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის თავს. მე მაქვს ჩემი ახსნა, დიახ. მოდი მოვისმინოთ ეს. ახსნა იმისა თუ რა შეიძლება დავაბრალოთ, რა შეიძლება მივაწეროთ, რა შეიძლება ავხსნათ ის რაც ქვეყნის შიგნით ხდება. იმ დათქმით რომ არანაირი საფუძველი არ მაქვს, ვამტკიცო რომ ვიღაცის ინტერესებში მოქმედებს გულისხმობ რუსეთის ფედერაციას ამ შემთხვევაში. ეს არ გჯერათ რომ ივანიშვილი რუსეთის დავალებით მოქმედებს. იცით, ამას ასეთი განცხადების გაკეთებას დიდი ჭკუა არ უნდა. ამას უბრალოდ უნდა უპასუხისმგებლობა და არასერიოზული მიდგომა. მე
ასეთ კატეგორიას, ესე ვთქვათ, ჭვარტალა განცხადებების გასაკეთებლად თავს ვერ მივაკუთვნებ რა, ყვირალა განცხადების გასაკეთებლად. ეხლა რაც შეეხება სხვა ახსნას, მე ასე ვხსნი, როდესაც საუბარი მაქვს უცხოელ დიპლომატებთან და არა მარტო. საერთაშორისო პოლიტიკაში არის ასეთი ტერმინი ქორწინება ინტერესთა მიხედვით. ეხლა ეს პირდაპირ გაგებით რომ არ აღვიქვათ, საერთაშორისო ურთიერთობებში ეს ნიშნავს ინტერესების დამთხვევას კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული კონიუნქტურის გამო. ეს დამთხვევა რაში გამოიხატება? ჩემი ახსნა, ჩემი მიდგომა ასეთი არის, რომ მაშინ როცა რუსული გეოპოლიტიკა განიხილავს მის სამეზობლოს, მათ შორის სამხედრო პრიზმაში და რუსული გეოპოლიტიკური აზრისათვის ერთ-ერთი ქვაკუთხედი დოქტრინალური არის სტრატეგიული სივრცე, სტრატეგიული სიღრმე. ის მიიჩნევს, რომ მის უშუალო საზღვრებთან უნდა იყოს იმგვარი სტრატეგიული სიღრმე, ან სივრცე, სადაც მისთვის გასაგები თამაშის წესები იქნება, მისთვის მისაღები ატმოსფერო და კონიუნქტურა იარსებებს. ეს ყველაფერთან ერთად ნიშნავს, რომ იმ გარე პერიმეტრზე დასავლური წარმომადგენლობა, დასავლური ინსტიტუტები, დასავლური გავლენები უნდა იყოს რაც შეიძლება მინიმალური. აი შეგახსენებთ კიდევაც უკრაინაში ომის დაწყებამდე 2021-ში პუტინმა პრაქტიკულად დასავლეთს ულტიმატუმი წარუდგინა, რომ ნატო უნდა დაბრუნებულიყო 97 წლის საზღვრებზე. ეხლა თანხმედრა რატო თქვი მე და თანხმედრა ეს თქვა რაც კომფორტის და მიხედვით რა რომ თუ ჩვენ ნახავთ ქართული ოცნების შეხედავთ გადავხედავთ ქართული ოცნების სტილს და აქაც ერთი კიდევ დათქმა რომ ეს არ არის კლასიკური პარტია ჩემი აზრით ეს არის რაღაც კონგლომერატი ინტერესთა რა არის დასავლური ინტერესი დასავლური კონიუნქტურა ეს არის სამართლის უზენაესობა ეს არის ტრანსპარენტულობა ანგარიშვალდებულება არჩევითობა, სამართლიანი არჩევნები და ასე შემდეგ. ანუ ჩემი აზრით თანხმედრა სწორედ შეიძლება არა იმიტომ რომ ვინმეს რაღაცას ავალებს, სწორედ აი ამ გადაკვეთაზე მოხდა, რომ მათი მოლოდინები და შემდეგ აქეთ ამ მხრიდან მართველი ჯგუფის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. და შეიქმნა გარკვეულწილად ის ბუნებრივი სინერგია, რომელიც შეიძლება უბრალოდ ამ მომენტში რაღაც აი გემოვნების თანხმედრით ახსნათ, სოფხედულობის თანხმედრით ახსნათ, პრეფერენციების თანხმედრით, მაგრამ არა მანდამაინც იმით, რომ ვიღაცას მითითებებს აძლევს და მართავს სატელეფონო ზარით ან ინსტრუქციებით. აი ამას ჩვენ რომ ამის მტკიცებას ჩვენ რო შევუდგეთ, უკვე დაგღალეთ თქვენს და მსმენელებს, რომ ჩვენ გვჭირდება გაცილებით უფრო სერიოზული მტკიცებულებითი სანაცვლო. ანუ აქ თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილს რადგან თხოვდნენ დემოკრატიას დასავლეთიდან, მას მან ჩათვალა, რომ დასავლეთთან ასეთ ურთიერთობა აღარ იყო მისთვის ასარგებელი. მართლ ჯგუფს რაღაც მომენტში მობეზრდა დასავლეთობანაში თამაში, ვინაიდან ეს უკვე უქმნიდა მას კონკრეტულ დისკომფორტს. ეხლა ჩვენ იგივე კანდიდატის სტატუსს მოყოლებული ჯერ 12 პირობა რო გავიხსენოთ და შემდეგ 9 პირობა. ამ 9 პირობის რეალიზება ნიშნავდა იმას, რომ პოლიტიკური სივრცე უნდა გაჯანსაღებულიყო. და ჯანსაღი პოლიტიკური სივრცე შესაბამისად უქმნის იმ პრობლემებს მართლობით. შვილი და ეს მართველი გუნდი ასე კი არ უყურებს, ამას უყურებს, რომ ეს ყველაფერი არის საბაბი, მიზეზი და სინამდვილეში იქ რაღაც კონკრეტული რაღაც ამბების გამო მოიძულა დასავლეთთან ივანიშვილი ან რაღაც უნდა საქვეყნის ჩართვა ომში ან სხვა რაღაც მიზეზებს ასახელებენ. არ ვიცი, მე მაინც ამას ავხსნიდი ძალაუფლების და გავლენების შენარჩუნების სურვილით. შესაბამისად ნებისმიერი იარაღი, ნებისმიერი ინსტრუმენტი, მათ შორის საინფორმაციო ჰიბრიდული ხასიათის, რომელიც გამოადგება ამ ბიზნეს მიღწევას და ჩვენ ხედავთ კიდევაც რომ ამას არავითარ იყენებენ, არამედ საკმაოდ წარმატებულათაც იყენებენ ჩვენ და სამწუხაროდ ნებისმიერი საშუალება თუ მეთოდი მისაღებია. ხო, მაგრამ თქვენ ჯერ კიდევ მასთან მუშაობდით, როცა კელი დეგნანი ჩავიდა მასთან შესახვედრად შეკვეთილში. დიახ. აი ამ შეხვედრას დააფუძნა ივანიშვილმა ბევრი რა, რომ გააკეთა განცხადება, რომ აი შემხვდა და იქ რა მოხდა, მე ამას მერე ვიტყვით და ასე შემდეგ. ამ შეხვედრის შესახებ უსაუბრია თქვენთან. ქონდა ასეთი გაცვლა, დიახ. და რას ამბობდა, რა მომთხოვა კელი დეგნანმა? გამოხატა თავისი დამოკიდებულება, დიახ, საკითხისად. და რაზე იყო საუბარი? იცით, არის კიდევ ერთხელ ვამბობ, გარკვეული დელიკატური საკითხები, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტი დასრულებული არის, მაინც არის ადამიანური ვალდებულებაც პირველ რიგში. თავი რო დავანებოთ პროფესიულ ეთიკას და ვიცი გამაღიზიანებელი არის, ვიცი აი ხო ესეთ
ირონია ნარევ ღიმილს იწვევს თქვენში და ამას მეგობრულად ვამბობ, მაგრამ მეც საშუალება მომეცით, აი მოდით ესეთ გეტყვით რა, მეც საშუალება მომეცით, რომ საკუთარ თავს მეტი პატივი ვცე და არ დავემსგავსო და არ დავიწყო მოქმედება თამაშის იმ წესებით, რომლითაც თამაშობენ და გააგრძელებენ თამაშს და რომელსაც მე პირადად ასევე წინამდებია. კარგი, მაგრამ მე რა მაინტერესებს იცი, თქვენი რაღაც იცით ამ საუბრის შესახებ. რაიმე მიზეზი თქვენი აზრით ქონდა ივანიშვილს რომ ეფიქრა რომ ამერიკა მას თხოვდა ომში ჩართვას. შემიძლია იგივე პასუხი გავიმეორო. არ გთხოვთ რა გითხრათ პირადად ან არ გითხრათ. ანუ თქვენ რა შეიძლება დაგჭა. გამოხატა. არსებობდა მართლა რაიმე ნაბიჯი გადადგა კელიდეგნანა ისეთი რომელიც მას მისცემდა საბამს მიზეს რომ ეფიქრა რომ ამერიკა ვითხრევდა ომში. მან მიამბო ამ შეხვედრის შესახებ, ვერ გეტყვით დარწმუნებით რამდენად ვრცლად და დეტალურად, მაგრამ მიამბო იმაზე მეტი, ვიდრე ცნობილ წერილში იყო. ხო, მაგრამ თქვენ რა შეიძლება დაგჭირთ? რაც შეეხება მეორე ფრონტს, ომის დაწყებას და ასე შემდეგ, ამ საქმის მიმდინარეობისას, რა თქმა უნდა, იყო სხვადასხვა ხასიათის კომუნიკაციები, სადაც ჩვენი უცხოელი კოლეგები არ გამოხატავდნენ გულწრფელ დაკვირვებას, რომ გაეგოთ უფრო მეტი. საიდან მოდიოდა ეს შიში, საიდან მოდიოდა ესეთი შეფასება, ვინ, როგორ და რა გარემოებში თვითონაც უკვირდათ და ხშირად ის მთხოვდნენ და გვთხოვდნენ მეტ ინფორმაციას, რომ უკეთ ჩაძიებულიყვნენ თავიანთ ესე ვთქვათ სამზარეულოში თუ რამ განაპირობა ქართული ოცნებისა და კონკრეტული ჯგუფის მხარეს ესეთი შეფასება და დამოკიდებული. თქვენ გააქვთ ახსნა ამაზე? შეიძლება კელიდეგნანის ვიზიტი ამის მიზეზი ამხდარება. მე ხომ გითხარით რაღაც ფრაგმენტში ჩვენი ინტერვიუსი, რომ გავლენების, ძალაუფლების, ფინანსური რესურსების შენარჩუნების სურვილი განაპირობებს მრავალფეროვანი ინსტრუმენტალიების გამოყენებას, მათ შორის საინფორმაციო ომის შრილში. ამის მიღმა სხვა ახსნას, რომელიც უკვე კონსპიროლოგიური ხასიათის იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ყველას თითოეულ ჩვენგან სხვადასხვა ფიქრები გვიტრიალებდეს თავში, მაგრამ ამაზე დაგჭათ აი ამ საუბრის შემდეგ, როცა ამერიკის ელჩი გელაპარაკა. შტაბ-შტილება დამშა იმგვარი, რომ თანახმად იმ ტრადიციისა, რომელიც ჩვენ შორის იყო, რომ მე იმაზე მეტი მცოდნოდა ვიდრე ზოგადად საჯარო აუდიტორიას და დიდ აუდიტორიას, მე ესეთი პრივილეგია ამ შემთხვევაშიც მქონდა. ხო და ანუ იყო გაბრაზებული ამერიკისებს. ეს იყო გაწონასწორებული საუბარი. კარგი, კი ბატონო, მაშინ შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი, ჩვენი დღევანდელი ინტერვიუ. დღეს რა ეტაპზე ვართ თქვენი აზრით? თქვენი შეფასებით, რას აკეთებს დღეს ოცნება? ივანიშვილი რა უნდა მას, აი ეს აჩერა მოკლედ რომ ჩამომიყალიბოთ, რა ქვეყანას აშენებს ის და საით იყავს ეს ქვეყანა თქვენი აზრით? მე გინდათ ძალიან მოკლედ ჩამოგიყალიბოთ, ვინაიდან პირველად არ ვარ ეთერში და მიმდინარე მოვლენებზე ჩემი შეფასება საყოველთაოდ ცნობილი არის. მოკლედ ასე შეგიფასებდით. მართვის ამ სტილმა, ამ დამოკიდებულებამ, ამ კულტურამ, თუ კულტურობამ, რომელიც პირველ რიგში არა მარტო ერთ ადამიანს უკავშირდება, არამედ ზოგადად იმ ძალიან მოყიერ ველს და ჩვენ ესეც უნდა ვაღიაროთ, რომელმაც შეიძლება წარმოშვას აი ესეთი მართვის მიუღებელი და სამარცხვინო მოდელი. აი ამის ფონზე მე ერთი მოკლე ფრაზით შემიძლია შემოვიფარგლო, რომ ყოველივე ამან ჩვენ მიგვიყვანა ისეთ ვითარებამდე, როდესაც განცხადება იმის თაობაზე მერაბ, რომ თუ რაიმეზე შეიძლება დღეს საქართველოში საუბარი იყოს და ქართული საზოგადოების მხრიდან არა იმდენად 78 მულზე, არა იმდენად ევროკავშირის რეკომენდაციების დაკმაყოფილებას და ასე შემდეგ, ეს მაინც მნიშვნელოვანი, მაგრამ ჩემი აზრით ფორმალური მხარე არის. ეს არის პირველ რიგში ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის წარმატებით ბოლომდე მიყვანა. ეხლა შეიძლება ჩამეთვალოს ძალიან პათეტიკურ განცხადებაში. დღეს არის ქვეყანაში შექმნილი ისეთი ვითარება, რომ მართვის ამ სტილმა, აი ამ ჩიხმა, რომელშიც ჩვენ აღმოჩნდით,
რეალური საფრთხით დაემუქრა ქართულ სახელმწიფოებრივ იდენტობას, აი მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვესმის მეორე მხრიდან შეფასებები, რომ თითქოს და ისინი იცავენ სახელმწიფოებრივ იდენტობას, რეალურად მათი ნამოქმედარის პირდაპირი თუ ირიბი შედეგი არის ის სავალალო ვითარება, რომელშიც ჩვენ ვართ. ჩემი აზრით, ქვეყანა, რომელიც ასე არის, ესე ვთქვათ, დაჩაგრული რეპუტაციული იმიჯის კუთხით, სადაც უსაფრთხოების ინსტიტუტები, ეკონომიკური თვითკმარობის, სახელმწიფოებრივი თავმოყარეობის, სხვას რო თავი დავანებოთ, ამგვარად მოშლილი არის და გავერანებული არის. აი ეს ვითარება მით უმეტეს ჩვენ მეზობლებთან დაკავშირებით, ჩვენ სამეზობლოსთან დაკავშირებით, ცალკეულ განცხადებებთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ხშირად გვესმის ჩვენი მისამართითა და უბრალოდ ახლა ამის ჩაშლის საშუალება და დრო ჩვენ არა გვაქვს. მე პირადად სხვა გულწრფელი შეფასების საშუალებას არ მაძლევს. დიახაც რომ დღეს ალბათ ასე შეგვიძლია ჩვენ ეს საპირწონე გამსაზრდოთ, რომ რეალურად საუბარი არის სახელმწიფო შენარჩუნებაზე, სახელმწიფოს გადარჩენაზე და ამ სახელმწიფოს გადარჩენის შემდეგ უკვე დანარჩენი ნაბიჯების დაკმაყოფილებაზე, როგორიც არის უსაფრთხოების თემა თუ ეკონომიკა თუ ასე შემდეგ. შეგვიძლია დავარქვათ ამ სვლას ახლა რასაც აკეთებს, საერთოდ მიყავს ქვეყანა დიქტატურისკენ სვლა ივანიშვილის მხრიდან. ესე იგი თეორიაში არის სხვადასხვა საფეხურები ავტორიტარიზმის, ტოტალიტარიზმის, დიქტატურის იმედია ჩვენ მაგ ეტაპზე არ აღმოჩნდებით, მაგრამ კლასიკური გაგებით თუ ჩვენ ვისაუბრებთ რა არის ავტორიტარიზმი, კლასიკური გაგებით, დღეს ჩვენ პრაქტიკულად იქ ვართ. და მე რა რომ დღეს ჯერჯერობით ქვეყანაში არ წარმოებს მასობრივი დაჭერები, მე რა რომ დღეს ჯერჯერობით მუშაობს ესა თუ ის მედია საშუალება, მე რა რომ დღეს ჯერჯერობით ფორმალურად არსებობენ პოლიტიკური პარტიები, მაგრამ გზა, რომელიც იკაფება დღეს და ის ნიშნები, რომლებსაც ჩვენ თვალხილულად ვხედავთ ზედაპირზე, სხვა დასმის საშუალებას არ იძლევა. კი ბატონო, და ბოლოს თქვენ თუ ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა გჭირდება და ხედავთ აი ამ ძალას დღეს, თუ ვერ ხედავთ? აქეთ ახლა მეორე მხარეზე რო ვისაუბროთ. თუ ჩვენ საუბრობთ ძალაზე, როგორც სტრუქტურირებულ ერთეულზე, რა თქმა უნდა, ამ ხრივ სურათი მეტად სავალალო არის. მაგრამ თუ ჩვენ საუბრობთ ამ ძალის წყაროზე, რომელიც ჩვენს განწყობაში, ჩვენს დამოკიდებულებაში, ჩვენს ამ ემოციურ მუხტში გამოიხატება, რა თქმა უნდა, ის სახეზი არის უბრალოდ ამას სწორად მართებული და დროული გამოყენება უნდა. იმიტომ რომ როცა ვსაუბრობ დროული, აქვე ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ რა, რომ მე როცა ვახსენე სახელმწიფოს დაბრუნება და განურმალურება, სოფლიო პროცესები ჩვენ არ გველოდება. ამიტომ ჩვენ რომ შევასროთ იმ ატარებელს, რომელიც ჯერჯერობით ამ ცივილიზაციის ბოლო ვაგონად არის ჩაბმული, ჩვენ რა თქმა უნდა ვიჩქაროთ. სხვაგვარად რა თქმა უნდა დროის ძალიან გაჭიმვა და ძალიან ის ვთქვათ ისე აი ზანტად მიდგომა საკითხებისადმი ჩვენ საზიანოთ იქნება. ხო და აი ეს სიტუაცია რამდენად შეიძლება ხა იყოს გამოყენებული მეორე მხარის მიერ, ან გულისხმობ ოპოზიციას, გულისხმობ ხარჯვის ქუჩაშია, სათანადოდ შეფასებული და მე სათანადოდ რეაგირება რამდენად ხდება ამ ყველაფერზე. ჩემი აზრით შეფასება ხდება სათანადოდ, უბრალოდ რამდენიმე ელემენტი მოკლეზე რომ ვახსენოთ. განსხვავებით იგი 2003 წლიდან, როდესაც ხელისუფლების კონცეფტი, მისი სტრუქტურა აბსოლუტურად სხვა ხასიათის იყო, დღეს ხელისუფლება შეიცვალა, ტრანსფორმიდა, ის უფრო ამორფული გახდა, უფრო მიმოფრქვევადი გახდა სხვადასხვა ხილული თუ უხილავი, ასე ვთქვათ, საცეცების სახით. ეხლა მე ამაზე ვიხსენებ, რადიოში ვისმენდი, გამოდიოდა უნგრელი ოპოზიციონერი თუ სერბი არ მახსოვს და როდესაც უსმენდი თუ რა პრობლემებს აწყდება სერბეთში ოპოზიცია და უნგრეთში, პრაქტიკულად იგივე პრობლემატიკა არის რა ჩვენთან საქართველოში. ესე იგი, ხელისუფლების ასი შეიცვალა და შესაბამისად ხელისუფლებაში მოსვლა უფრო რთული ამოცანა გახდა, ვიდრე ეს ვთქვათ 2003-ში იყო და მეორე გარემოება საერთაშორისო კონიუნქტურა, რომელიც გახდა არანორმალური, რომელიც არანაირი ესე ვთქვათ სააღ და რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარება და რა თქმა უნდა ეს ქვეყნის შიგნით ამ ემოციური, დადებითი ემოციური მუხტის სარეალიზაციოდ, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან წინაღობასა და დაბრძოლებებს ქმნის. მაგრამ აქეთ მხარეს ოპოზიცია რამდენად არის სათანადო ფორმაში თქვენი აზრით? ეხლა მე მიუხედავად ჩემი პირადი პატივისცემის რამდენიმე ოპოზიციური ლიდერებისადმი, მე მაინც ძალიან თამამი რა მინდა ვთქვა, რომ დგება ალბათ დრო თუ უკვე არ დადგა, რომ ალბათ ოპოზიცია სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რომ ასეთი ოპოზიციის სახით, ამგვარი არსებობით, ასეთი შინაარსით, ასეთი კონტენტით
დათურ სამსახურს ხო არ უწევს წინააღმდეგობის მოძრაობას და ევნებლიეთ ხომ არ უწყობს ხელს ქართული ოცნების პოლიტიკური ჟამის გახანგრძლივებას. აი კონკრეტულად რას გულისხმობთ? თუ ამა თუ იმ ოპოზიციურ ძალებს არ აქვთ თვისობრივი განახლების უნარი და სურვილი, მაშინ მათ უნდა დააყენონ საკითხი მათი არარსებობის შესახებ და გაასუფთავონ ველი, დაუთმონ გზა სხვებს და შეძლებს დაგვარად ქართული ოცნების ხელიდან გამოსტაცონ იმ ინფორმაციული ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც ჩემდა სამწუხაროდ ქართული ოპოზიციის გაუმართალობაში გამოიხატება. ანუ წავიდნენ რაღაც პარტიები უნდა დაიშალონ და იმიტომ რომ ნახეთ, ესე იგი, მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ ელექტორალური ლეგიტიმაციის პრობლემაზე ქართული ოცნების მხარეს, ჩვენ ასევე საუბრობთ ლეგიტიმაციის არარსებობაზე ოპოზიციის მხარეს და ეს არის უკვე საჯარო ნდობითი ლეგიტიმაციის დეფიციტი. აი ესეთი ორი არალეგიტიმური წყაროს პირობებში ალბათ ერთმას და მეორემაც საკუთარ თავს კითხვა უნდა დაუსვას, მათ შორის ოპოზიცია. თუ მათთვის თავარი არის საბოლოო მიზნებისა და ამოცანების მიღწევა და არა საკუთარი თავის დანახვა პროცესში, მაშინ ეს პირველი არჩევანი უნდა იქნეს გაკეთებული. რომელ პარტიას გულისხმობთ? თუ ყველას? მოდი ჩვენ აი ზოგადი შეფასება უნდა მივცეთ, იმიტომ რომ ქართულ სიფრთხეში აი სიტყვა პარტიულობა ძალიან პირობითია. ხო, ну გასაგებია. მოკლედ ხერს უნდა წავიდეს, ოპოზიციაც უნდა წავიდეს. მაგრამ ვინ უნდა გააკეთოს საქმე რეალურად? აი ეს არის თავარი კითხვა. მე მგონი ჩვენ რასაც ვხედავთ, მე რა თქმა უნდა ყველა ოპოზიციურ ძალას ამას ვერ დავაბრალებ, მაგრამ აი გემახსოვრებათ ტერმინი კოჰაბიტაცია. ჩემი აზრით ეს კოჰაბიტაცია დღემდე ქვეყანაში არ დასრულებული. და ხომ არ არის ეს კოჰაბიტაცია სულიად გამიზნული, რომ ჩაიკეტოს პოლიტიკური სივრცე, ჩაიკეტოს პოლიტიკური ველი, ვინაიდან ნომერი პირველი და პირობითად ნომერი მეორე მშვენივრად თან არსებობენ ერთმანეთთან და შესაბამისად ეს ჩაკეტილობა, ეს კოჰაბიტაცია ხელს უშლის ახალ აზრს, ახალ მიდგომას რომ თავი არ წავლენ პოლიტიკიდან და სხვა მე რას ხედავთ განვითარებას? ალბათ ორი მომენტი არის, ყველაფერს მაინც თავისი ვადიანობა აქვს და მე მიუხედავად ქართული პოლიტიკური პროცესისადმი გარკვეული ესეთი პესიმისტური დამოკიდებულებისა, მე მაინც ვთვლი, რომ ეს ვითარება საკუთარ თავს მოჭამს. და ასეთი არსებობაც, მათ შორის ოცნების მხრიდან არ არის თვითკმარი. ეს ადრე თუ გვიან დასრულდება. უბრალოდ ტრადიციული ორი კითხვა რამდენად რავადაში მოხდება და რის ფასად. ასევე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე რა აღმოჩენას არ გავაკეთებ, რომ საერთაშორისო კონიუნქტურა, როგორცაც ჩვენ მას დღეს ვხედავთ, დღეს აი საოცრად იღბლიანი აღმოჩნდა მართვის იმ ჰიბრიდული თუ მუტანტი სისტემისთვის, რასაც ჩვენ საქართველოში ვხედავთ. საერთაშორისო ვითარება ოცნების სასარგებლოდ. ნახეთ ახლა თუნდაც ახლა მაგალითად აი უკრაინის მაგალითზე ხო საუბარი არის ახალი გავლენების სფეროზე ფაქტურად და გამყოფ ხაზებზე. ისტორიას ბევრი ანალოგია აქვს და ბოლო მსხვილი ანალოგია არის იალტის კონფერენცია, მაგრამ 45 წლის, მაგრამ იალტის კონფერენციამ, რომელმაც სოფლიო გაყო, ერთი სიკეთე მაინც შესთავაზა გამყოფი ხაზის აქეთა მხარეს არსებულ ერებს, რომ იქეთა მხარეს არსებობდა დემოკრატიული წესწყობილება. დღეს პრაქტიკულად გამყოფი ხაზების ამა თუ იმ მხარეს ამის ნიშანწყალში პრაქტიკულად ძალიან ნაკლებად ხედავ და ეს არის სწორედ ეს თქვა ტრაგიზმის სიტუაციის, რომ შეიძლება შენ რაღაცისკენ, აი რაღაც მიზნისკენ მიისწრაფოდე, მაგრამ ის მიზანი უკვე იმ ავთენტურობით არ გამოირჩევა, რასაც შენ მიჩვეული იყო. ან შესაძლოა საერთაშორისო ვითარება ფიქრობთ, რომ ოცნების სასარგებლოდ არის. ამიტომ ჩემი აზრით ჩვენ იმაზე უფრო მეტი ძალისხმევა მოგვიწევს თქვენ მედიას, ჩვენ არასამთავრობოებს, ზოგადად ქართულ საზოგადოებას, რომ რამენაირად ჩვენი თავი მივიტანოთ იმ დრომდე და ჟამამდე და ჩვენი რწმენა შევირნაჩუნოთ იმ უკეთეს მომავალში, რომელიც ამოცემულობაში არც თუ სასიკეთო სურათს გვიქმნის. გასაგებია. ხო, იმედია ასე მოხდება. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ. დაიხარეთ.